გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ქართული ღვინის ინდუსტრიაა დღევანდელი წერტილის ფოკუსში, მისი პოტენციალი და გამოწვევები, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ისე შიდა ბაზარზე. რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს ღვინის ჰოლდინგის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მშვიდობაძე უპასუხებს, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ წელს 2025 წლის 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით 72 მილიონ დოლარამდე შემცირდა წლიურად. ეს ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. იანვარ-აპრილში 56.2%-ამდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც, მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს თითქმის 79% ეკავა. ჩვენ მაგისთვისაც ვიღვწვით, რომ ქართული ღვინო მეტად იყოს გავრცელებული გლობალურ ბაზარზე და შესაბამისად ნაკლებად დამოკიდებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ რუსეთის წილი მცირდება, თქვა რამდენიმე დღის წინ მედიასთან ღვინის სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, მაგრამ ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არ მახსენდება უშუალოდ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილის შემცირებისთვის ოცნების მთავრობის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ხელშეწყობა, კამპანია თუ აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტისგან განსხვავებით, როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, გამოწვევაა სანდო წყარო, რომელიც შიდა ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვებს აღრიცხავს და ასევე მწარმოებლებისთვის თურმე გამოწვევაა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების დროულად ანაზღაურება. უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ გიორგი მშვიდობაძესთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვიკითხავთ, როგორია მიმდინარე წელი ქართული ღვინის ჰოლდინგისთვის, რომელიც რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა ვაზის უბნის მამული, ვარძიის ტერასები და როიალ ხვანჭკარა კომპანია 80 ჰექტრამდე ფართობის ვენახებს ფლობს რაჭაში, კახეთსა და ვარძიაში. ქართული ღვინის ჰოლდინგი 45 დასახელების ღვინოს აწარმოებს და ექსპორტს 20-მდე ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ. დღევანდელ ინტერვიუში ასევე ვისაუბრებთ კიდევ ერთ მარადმწვანე თემაზე, რომელიც ყურძნის სუბსიდირებას გულისხმობს. როგორც ვიცით, ახალი სქემა მუშავდება წელს სახელმწიფო ხარისხიან და დაბალხარისხიან ყურძენში განსხვავებულ ფასს გადაიხდის, ანუ ერთი სტანდარტული ფასის ნაცვლად ორი ფასი იქნება განსაზღვრული და ხარისხიან ყურძენში მე ვენახე უფრო მაღალ ფასს მიიღებს, ყოველ შემთხვევაში ასეთია გეგმა. სქემა მუშავდება, ჯერ არ გვაქვს კონკრეტული ციფრები, თუმცა ერთი რაც დავაანონსეთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ჩაბარება ყურძნის, სახელმწიფო დააწესებს ორ ფასს. აღარ იქნება ის, რაც იყო შარშან-შარშანწი, რომ ნებისმიერი ყურძენი, ჭარბი ყურძენი, რაც უწევდა ჩაებარებინა სახელმწიფო საწარმოს, ბარდებოდა ერთ ფასში. ფასი იქნება ორი, განსხვავება იქნება, რა თქმა უნდა, ხარისხში. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში მას მერე რაც დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები, ვფიქრობ, რომ და ასევე ექსპორტის კუთხით მივახცევთ იმ მაჩვენებლებს, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს აღარ დაჭირდება ესე აქტიურად ჩარევა. სქემა საბოლოო სახეს იმედია მალე მიიღებს და მევენახეების დროული ინფორმირებაც მოხდება, რათა ფერმერმა მაქსიმალურად იზრუნოს ხარისხიან მოსავალზე. პრინციპში ამას ისედაც უნდა აკეთებდეს. საინტერესო ახალ სქემაზე თუ საბოლოოდ გადაწყდა, რას ფიქრობს ღვინის ბიზნესიც, გიორგი მშვიდობაძესთან ვიწყებთ ინტერვიუს. ქართული ღვინის ჰოლდინგის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რადგან წლის პირველი ნახევარი მალე სრულდება. პირველ რიგში მოგვიყევით, როგორი იყო პირველი 5 თვე ქართული ღვინის ჰოლდინგისთვის, როგორც გაყიდვების მიმართულებით, ისე საექსპორტო გეოგრაფიის კუთხით, თუ გაქვთ სიახლეების ატყიდით ღვინოს? მე გავყოფდი ორ ნაწილად, თქვათ, რა გეგმები გქონდა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე და რა გეგმები გქონდა, თქვათ, საექსპორტო ბაზრებზე. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ შემთხვევაში შედეგი დამაკმაყოფილებელია, ანუ ჩვენ ძალიან ახლოსა ვართ იმ ნიშნულებთან, რაც დავიგეგმეთ. დავაბიუჯეტირეთ, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს.
ჩვენი მოლოდინები ალბათ უფრო მეტი იყო და ამას აქვს, რა თქმა უნდა, მრავალი ახსნა და ასე შემდეგ. პირველ რიგში გამოწვეული არის გარკვეული სიტუაციით საერთოდ ქვეყანაში, როდესაც ფოკუსი სულხანღიან იყო გადატანილი, ვინმე თქვათ იგივე ღვინის მოხმარებისკენ, ასე რომ თქვათ, ამას დაერთო თქვათ იგივე ტურისტული ნაკადის შემცირებაც, მე გულისხმობ იმ სეგმენტის ტურისტებს გულისხმობ, რომლებიც მოიხმარენ ღვინოს აქტიურად. შეიძლება მე არ მაქვს ინფორმაცია ტურისტული ნაკადების შესახებ, რამდენად არის შემცირებული, όμως ის კატეგორია ტურისტებისა, რომელიც აქტიურად მოიხმარდნენ პირველ ნახევარში, ტენდენცია იყო ამის შემცირებისა. ამას დაერთო კიდევ ერთი მომენტი, რომ რამოდენიმე მე ვიტყოდი გარკვეული რიგის საწარმოები პრაქტიკულად დახურვის პირას მივიდნენ, მე ვიძახი რიტეილის მიმართულებით, ანუ მცირე მაღაზიები, ღვინის მაღაზიები, ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და მოუწიათ ან თავიანთ საქმიანობის შეჩერება, ან გადაფორმატირება და ამანაც თავისებურად იმოქმედა. პლუს ამას დაერთო აგრეთვე იგივე თქვათ ჰორეკა სეგმენტში ღვინის მოხმარების შემცირება, რომელიც როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში მიმდინარე გარკვეული პროცესების და გამო კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. კი ბატონო, რადგან ახსენეთ, ვიდრე უფრო დეტალურად ჩავშლით ღვინის სექტორის გამოწვევებს, მათ შორის შიდა ბაზარზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, როგორც ბიზნესმენს, როგორც მოქალაქეს, თქვენი აზრის მოსმენაც მაინტერესებს, როგორ ისახება ეს ყველაფერი ბიზნესის, კომპანიების გეგმებზე, შესაძლოა პირდაპირ ღვინის სექტორზე არ, იმიტომ რომ ვენახი გაშენებულია, ღვინო აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ, მოვიყვანოთ, მაგრამ განწყობებზე როგორ მოქმედებს პარტნიორებთან ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ის, რომ ნახევარი წელია ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და ბევრი მიმართულებით ბევრი ნიშანი. ეხლა რომ მოვიტყულები რომ თქვა, რომ ეს რაღაცნაირად დადებითად მოქმედებს, რა თქმა უნდა არის გარკვეული ნიჰილისტური განწყობები, რომელიც წარმოშობს გარკვეულ არასტაბილურობის შეგრძნებას და ეს თუნდაც დაგეგმარების მიმართულებით შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ წარმოდგენა არ აქვს ურთვეში რა სიტუაცია იქნება, ანუ გრძელვადიანი დაგვიგვის კუთხით აბსოლუტურად აზრი არ აქვს რაიმენაირ და გადავდივართ უკვე მოკლევადიან დაგეგმარებაზე და ალბათ ჩვენი დარგის უმეტესი კომპანიები ესეთი მიმართულებით მოქმედებენ, იმიტომ რადიკალურად იცვლება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია, თქვათ, და ხდება არასტაბილური, არამედ მთელ მსოფლიოში, თუნდაც ის მომენტი, რომ გაუგვაბარი სიტუაცია იგივე სატარიფო ომებთან მიმართებაში ევროპასა და შტატებს და სხვადასხვა ქვეყნებს შორის და ეს გლობალურად იწვევს გარკვეულ სტრესს ბიზნესისათვის და არა მარტო საქართველოში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში აბსოლუტური ესე რომ ვთქვათ ქაოსის წინა პირობაა, იმიტომ რომ ყოველდღიურობები რაღაც ახალ განცხადებას, ახალ მოვლენას, რომელიც სტაბილურობას ვთქვათ და სტაბილურის შეგრძნებას ნაკლებად ეხმოვანება ესე რომ ვთქვათ. რადგან თქვენ ამერიკაშიც ახორციელებთ ექსპორტს და მე უკვე შიდა გამოწვევებზე ვისაუბრებთ, აი რადგან ვახსენეთ სატარიფო პოლიტიკაც, მოლოდინები კეთდებოდა, როდესაც დავსვით ამის შესახებ კითხვა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც და კერძო სექტორის მხრიდანაც, რომ რადგან სხვა შემთხვევაში ბევრად მაღალია სატარიფო პოლიტიკა, რაც დაანონსდა და ამოქმედდეს უნდა, საქართველოს შეიძლება უპირატეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეს ქართული ღვინო. თქვენს ექსპორტში რა წილი უჭირავს შტატებს და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? შტატებს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ჩვენს საექსპორტო თქვათ ბაზრებზე,
დაახლოებით ვიტყოდი რომ 40%-ამდე ჯამური ექსპორტის. შესაბამისად ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარია, იმიტომ რომ ვხედავთ შესაძლებლობას და დიდ პოტენციალს და ვფიქრობ რომ სავსებით მიღწევადია რომ ძალიან სერიოზულ ციფრებზე გავიდეს არა მარტო ჩვენი კომპანია, არამედ მთელი ქართული ღვინის ინდუსტრია. რაც შეეხება თქვათ უკეთესი პირობების შექმნას, ახლა 10%-იანი სატარიფო განაკვეთი უკვე მიღებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუვანეს ეს ევროპის და სხვადასხვა ქვეყნებს 50%-იანი სატარიფო განაკვეთი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით ის რით დასრულდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად კიდევ მიმდინარეობს, ესე რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები და გარკვეულ შემთხვევებში, როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ვიცით, ბევრი გადაწყვეტილებას აუქმებს მიქაური სასამართლო ორგანოები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს მომენტი თუნდაც აისახა იმ გარემოებაში, რომ ჩვენ დაგეგმილი ქონდა მაგალითად შემდეგი გადატვირთვა მაისში გაგახორციელებინა, მაგრამ ამ გაუგებრობის ფონზე ჩვენი პარტნიორი ვერ ჩამოყალიბდა თვითონ რაოდენობაში, სტრატეგიაში, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული ქსელია მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ესეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ გადაიტვირთა ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით. მეორე მომენტი, აი თუნდაც თქვათ სიტყვაზე სამხრეთ კორეა, ხო, თქვათ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მოგეხსენებათ, იქაც იყო ესეთი პოლიტიკური რყევები პრეზიდენტად მიმართებაში და იმ ქვეყნებში ძალიან დიდ გავლენას ახდენს თუ რა მიმართულებისკენ მიდის მათი მთავრობა, რა პოლიტიკას ატარებენ და ასე შემდეგ და ამიტომ სანამ ეს ახალი პრეზიდენტი არ აირჩა, ვერ ჩამოყალიბდა იგივე ჩვენი პარტია. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს პოლიტიკური ნიუანსები და საერთოდ პოლიტიკური ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა. და ეკონომიკის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ჯამურო თქვენი წლიური ექსპორტი ღვინის რამდენია? აი პირველი 6-5 თვე როგორი გქონდათ ასევე და საშუალო ფასზე საექსპორტოზე გკითხავთ ძალიან მოკლედ სულ გვაინტერესებს ხოლმე და გვაქვს მოლოდინი რამდენად მზარდია ეს თუმეტეს კი ბატონო, ესე იგი მოგახსენებთ ჩვენ მოგეხსენებათ არა ვართ ინდუსტრიული მწარმოებელი, ვართ, არც მცირე მარანი ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვითვლებით ინდუსტრიულ მწარმოებლად, არა გვაქვს თქვათ ჩვენ პოლიტიკაში ის მომენტი, რომ რაც შეიძლება მეტი გავყიდოთ, ჩვენი პოზიციონირება მდგომარეობს იმაში, რომ გავყიდოთ ტერუარული და მაღალი ხარისხის ღვინო და შესაბამისად იმ ფასის თქვათ იმ ფასით, რაც ეკუთვნის მაგალითად ჩვენს ღვინოს, რომელიც მოდი ესე ვთქვათ, ნიშური მარკეტის ღვინოა, საერთოდ მე ესე ვთვლი, ქართული ღვინო, ანუ ნიშ მარკეტის ღვინოს განეკუთვნება. თუმცა ჯამურად საშუალო საექსპორტო ფასი თუმცა უყურეთ მეტი, ამიტომ ვიკითხეთ ღვინოების საექსპორტო ფასი. ძალიან რთულია იმ სასურველ ფასად გაყიდო ეს ღვინო, რატომ მაგალითად აი სიტყვაზე მოვიყვან დიდი ბრიტანეთის მაგალითს. აქედან რომ გაყიდო შენ $5 თაროზე აღმოჩნდება დაახლოებით 20 ფუნტამდე ეს ღვინო. ანუ წარმოიდგინეთ იქ ძალიან დიდი, ანუ 3 ფუნტია დაახლოებით ერთი ბოთლი ღვინის აქციზი გადასახდელი. ანუ ეს ფასწარმოქმნაში ძალიან ბევრი კომპონენტი მუშაობს და შესაბამისად საბოლოო მომხმარებლობდა. შესაბამისად თქვენი ღვინო რა ფასად იყიდება და ჩვენი ღვინო იყიდება, ჩვენ ორი ღვინის ესე ვთქვათ ბრენდი გვაქვს, ეს ქართული მზე, ჯორჯენსანი და ვთქვათ ვაისუბნის მამული. ხა შემიძლია გითხრათ, ქართული მზე თაროზე იყიდება ერთი ბოთლი $16.
და ვაისუბნის მამული, რომელიც უფრო მაღალი სეგმენტია, 25-დან $30-მდე მერყეობს თაროზე მისი ფასი. მოთხოვნა და ინტერესი არის მიწოდების რა თქმა უნდა, მე მინდა გითხრათ, რომ მიწოდების საერთოდ ტენდენცია, თქვათ, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდეგია, რომ მოგეხსენებათ, გარკვეული რაღაცები იცვლება საერთოდ ღვინის მოხმარებაში. ღვინის მოხმარება ზოგადად საერთო მოხმარება უმნიშვნელოდ, მაგრამ მცირდება, როგორც იზრდება მაღალხარისხიანი და ტერუარული ღვინის მოხმარება. ანუ ფილოსოფია არის შემდეგი, რომ ისინი სვამენ ნაკლებს, ოღონდ მეტად ხარისხიანს. აი ეს არის როგორ ღვინოს ვსვამთ და რამდენს ადგილობრივ ბაზარზე? მინდა ვისაუბროთ ამაზე, სხვათა შორის თქვენთან ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, ეროვნულ ბანკს ჰქონდა ცოტა ხნის წინ მიმოხილვა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე და იქ ამოვიკითხე 18 ფასი იყო ძირითადად 18 ლარი საშუალოდ საქართველოში საცალო ფასი ქართული ღვინის ამდენი არისო და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კიდე დაახლოებით 40 ლიტრი ღვინო ისმევა წლიურად საქართველოში ამ დიაპაზონში იყო. თქვენი გაყიდვებით დავიწყოთ, თქვენ ჰოლდინგში ადგილობრივ ბაზარს კი ახსენეთ რომ გამოწვევები არისო და მაგრამ მე რა ჯამურ გაყიდვებში რა წილი უჭირავს, რა საფასო სეგმენტში და მე მოგვიყევით პრობლემები. ჩვენი მოგეხსენებათ კიდევ ვახსენებ რომ ორი საფასო სეგმენტი გვაქვს. ერთი არის 25 ლარამდე და მეორე არის დაახლოებით 40 ლარამდე და გვაქვს პრემიალური სეგმენტი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობაა, თუმცა დაახლოებით 90 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეხლა რაც შეეხება ამ სტატისტიკას და სტატისტიკა დიახ. ამ სტატისტიკას მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რადგან ჩვენ კულტურაში არსებობს ის მომენტი, რომ თქვა თუ მოხმარება არის სიტყვაზე 30-დან 40 litrამდე ერთ მოსახლეზე, ხო, per capita, როგორც ეძახიან. აქედან ბოთლური ღვინის მოხმარების წილი არის 9-დან 10 litrამდე. დანარჩენი არის ეგრეთ წოდებული სახლის ღვინის მოხმარება, რომელსაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს და პირიქით მივესალმები, რადგან თითქმის ყველა მეორე ოჯახი საქართველოში ცდილობს ან მამაკაცი მეტწილად, ესე იგი შეიზინოს ყურძენი, დააყენოს თავისი ღვინო და შემდეგ რესტორანში თუნდაც ან სახლში აგემოვნებს თავის მიერ ნაწარმოებ ღვინოს. და რა თქმა უნდა, მას თავისი ღვინო უკეთესი გონია, როგორც ხარისხით, ისევე ფასით. ამაში არაფერი თქოთ გასაკვირი არ არის. შესაბამისად, ჩემი ემპირიული თქვათ მონაცემებით საქართველოს ბაზარში ბოთლის ღვინი, საქართველოს ბაზარზე ბოთლის ღვინის გაყიდვა მერყეობს 3,5 მილიონიდან 4 მილიონ ბოთლამდე წელიწადში. ეხლა თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოში არის მაგალითად დაახლოებით 2500 მეწარმე სუბიექტი, რომელიც აწარმოებს ღვინოს, ამაში გულისხმობ თქვათ მარნებს, მეღვინეობებს, სადაც ვისაც ეკუთვნის თქვათ ვენახი, საწარმოო ბაზა და მთელი ციკლი. ამაში გულისხმობ ნაწილობრივ ვისაც გააჩნია ან ვენახი, ან თქვათ საწარმოო ბაზა. ამაში გულისხმობ მცირე მარნებს, საოჯახო მეურნეობებს და ამას გარდა ესე მოფერებით ვეძახი მე იმ სუბიექტებს, რომლებსაც არაფერი არ გააჩნიათ და მოფერებით ვეძახი მათ სირაჯებს. არანაირად არ ვაკნინებ მაგათ ღვაწლს, იმიტომ რომ ბევრი წარმატებულია, მაგრამ ამ მოფერებით სახელში გულისხმობ ისეთ სუბიექტებს, რომლებიც ღვინო მასალას ყიდულობენ, შემდეგ ასხამენ სხვა საწარმოში, ანუ სერვისს უკეთებს სხვა
და მე უკვე თქვა გაყიდვის მომენტებს იღებენ თავის თავზე და საკმაოდ წარმატებულადაც და ესენი მუშაობენ. არიან ეს ყოველივე რო შევაჯამოთ, ეს ყველა მიმართულების სუბიექტი, ანუ დაახლოებით ჩემი დათვლით არის 2500 სუბიექტამდე მოქმედი. და თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არის დაახლოებით, ისიც არ არის სრული სტატისტიკა, არ არსებობს ესეთი ზუსტი სტატისტიკა, დაახლოებით 4000-მდე გაყიდვის წერტილი, სადაც პოტენციურად შეიძლება ღვინო გაიყიდოს, მე გულისხმობ ნაციონალური ქსელები, მე ესე ვეძახი სისტემურ ქსელებს, დიდ ქსელებს, ეს არის მაგალითად ლოკალური, თქვათ, სპეციალიზირებული ქსელები, პლუს ჰორეკა ობიექტები, გულისხმობ რესტორნებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ნუ ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ არის დაახლოებით 4000 წერტილი ასეთი რეალიზაციის, სადაც შეიძლება მოხდეს ღვინის რეალიზაცია. შესაბამისად, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ არის 2500 მწარმოებელი სუბიექტი და ისინი აწარმოებენ არაერთი დასახელების პროდუქციას, რამხელა კონკურენციაა საქართველოში ღვინის გაყიდვის მიმართულებით. ანუ ძალიან დიდი კონკურენციაა, ძალიან რთულია საქართველოში, თქვათ, დაიჭირო რაღაც მოწინავე პოზიცია. ამასთან ერთvis ის მომენტიც, რომ მაგალითად ზოგიერთი ქსელი თავის ღვინოს აწარმოებს და მასთან კონკურენციაში შესვლა ძალიან ძნელია, თუმცა ეს ჩვეულებრივი მომენტია და გასაგებია. აი ეს ყოველივე იწვევს როგორ ახერხებთ მთავარი გამოწვევა ამ ნაწილში რა არის საბოლოოდ თქვენს ჰოლდინგს, როდესაც უნდა ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვა. ჩვენ ინტერვიუმდეც საუბრობდით და მე ვახსენე დასაწყისში, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის რეალიზებული პროდუქციიდან ანაზღაურების მიღება. რომ მოგვიყვეთ მოკლედ ამ გამოწვევების შესახებ და სექტორი როგორ ფიქრობთ, როგორ გეშველებათ? ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საერთოდ სავაჭრო ურთიერთობაში მწარმოებელსა და რიტეილს შორის არის შემდეგი. ანუ ბუნებაში არსებობს, როდესაც ლაპარაკია ფერმერების სექტორზე და რიტეილზე, სავაჭრო ურთიერთობის სამი ტიპი, სამი ძირითადი ტიპი. ეს არის პირველი ტიპი, როდესაც შენ არავითარ ხელშეკრულებას არ დებ და პირდაპირ ნოისი და ანგარიში ფაქტურით უტვირთავ ღვინოს და ის შემდგომ გარკვეული ხნის განმავლობაში გიხდის საფასურს. მეორე არის ეგრეთ წოდებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შენ აწოდი თქვათ შენ პარტნიორ კონტრაგენტს, ამ შემთხვევაში რიტეილს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პროდუქციას და მან გარკვეული დროის განმავლობაში უნდა გადაგიხადოს ამ პროდუქციის საფასური, რომელიც აისახება ინვოისში, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის ან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში 1-2 გამონაკლისის გარდა არ მუშაობს. მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკა არის მიღებული. მაგალითისთვის გეტყვით თქვენ როგორ მუშაობთ თან მოკლედ რომ მე გეტყვით მე ჯერ ეს თემა დავამთავრო. მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? სადაც არის ვაჭრობის სამინისტრო, არის ერთ-ერთი უდიდესი სამინისტრო, რომელიც არეგულირებს როგორც საგარეო ვაჭრობას, ასევე შიდა ვაჭრობის რეგულაციას ახდენს. იქ არის ესეთი მომენტი, როდესაც შენ მიაწვდი საქონელს, უმეტეს შტატებში არის 33 დღე მაქსიმუმი, როდესაც გიხდიან ანაზღაურება. არის 13 შტატი, ეხლა უკვე რაღაც საპილოტო პროექტია, სადაც 10 დღეში გიხდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში არის მოყვება ამას გარკვეული საჯარიმო სანქციები და პლუს ამას მოყვება შეიძლება ლიცენზიაც წაგართვან სარეალიზაციო ესე რო თქვა. ეხლა ჩვენ სინამდვილეში რა ხდება? ჩვენ სინამდვილეში ხდება აბსოლუტური როგორ გითხრათ, შეუსაბამობა. რატომ?
იმიტომ რომ ხელშეკრულებას, რომელსაც გვთავაზობენ კონტრაგენტები, ამ შემთხვევაში რიტეილი, ქვია ნასყიდობის ან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სადაც არ არის გაწერილი, რომ შენ როდესაც გადაეცი პროდუქტი, უნდა გადაგიხადოს რაღაც პერიოდში ამინოესის თანხა. მაგრამ წერია შემდეგი ჩანაწერი, რომ ისინი გიხდიან გაყიდვის, ანუ რეალიზაციის შესაბამისად. ამ შემთხვევაში რა გამოდის? ანუ მე ის თქმა მინდა, არათანაბარ სიტუაციაში ვარდება მწარმოებელი, ამ შემთხვევაში არა მარტო გვენი მწარმოებელი, სხვა მწარმოებლებიც, უყურეთ რა ხდება. ჩვენ გადავტვირთეთ საქონელი, დავარიცხეთ DGG, ჩვენმა კონტრაგენტებმა ჩაითვალა DGG, ოღონდ ფულს იხდის როგორც კონსიგნატორი. არა როგორც თქვათ, ესე იგი ყიდვა-გაყიდვის გარკვეული დროის შემდეგ, არამედ გაყიდვის შესაბამისად. ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს არის უდიდესი, თქვათ, ფინანსური წნეხი წარმოებლისთვის, რატო ვიძახი ამას? აი, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ნებისმიერ, თქვათ, რიტეილს ჭირდება გარკვეული მარაგების ქონა, იმიტომ რომ შენ ერთ სახეობას ერთ ბოთლს ვერ გადატვირთავ, ანუ მინიმუმ 6 ბოთლი უნდა იყოს ერთ სახეობას. შესაბამისად, ეს რო შევაჯამოთ, ჩვენ რამდენ სახეობას ვყიდით და მაგალითისთვის გადავტვირთე ერთ თვეში 500.000 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხო? მე იმავდროულად, ესე იგი, გადასახდელი მაქვს DGG. ნუ 15 დღის განმავლობაში, ციფრებში გადავიყო, სადღაც 76.000 ლარი. ამ დროს რიტეილი ითვლის DGG-ს, სახელმწიფო გადმოსახედიდან სახელმწიფო არაფერს არ კარგავს, იმიტომ რომ ეს ერთმანეთს გადახურავს, ოღონდ რიტეილი არის გაცილებით უკეთეს სიტუაციაში, ვინემ წარმოებელი. რატომ? იმიტომ რომ ამ DGG-ს თანხით ის იღებს პრაქტიკულად უპროცენტო კრედიტს, რომელიც საშუალებას აძლევს მას შემდგომ განვითარებისა და ასე. დაახლოებით რა დროში იღებთ თქვენ ამ შემოსავალს? აი ხა უყურეთ რა, მე ამ შემთხვევაში აი ამერიკა ახსენეთ 33 დღეო, აი ჩვენ რო ყიდით. აი მაგალითისთვის გეტყვით რა არის ესეთი მაჩვენებელი DSO ქვია. ანუ ქართულად რო ვთარგმნოთ, ეს არის ძალიან ელემენტარული ფორმულაა. რამდენ დღეში ხდება ფულის ამოღება წლიურად საქართველოს ბაზარზე. ჩვენთვის არის დაახლოებით 180-დან 200 დღემდე. წარმოგიდგენიათ ეხლა. აი მაგალითისთვის გეტყვით, კიდევ სირთულეებს დავამატებ. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც არის ღვინის წარმოებელი კომპანია, 9 თვის განმავლობაში ისულის ვენახს, იხდის გადასახადებს, უხდის ხელფას თანამშრომლებს და ასე შემდეგ და ასე. ამის შემდეგ შენ რო ღვინო გამოუშვა, ჭირდება მინიმუმ 6 თვე, თუნდაც ახალგაზრდა ღვინო, ხო? ეს უკვე გამოვიდა რამდენი? 14 თვე. და ამის შემდეგ, როდესაც შენ გადატვირთავ, ეს ფულის ამოღების კოეფიციენტი არის, ისა დღეების კოეფიციენტი არის დაახლოებით 180-დან 200 დღე. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რამხელა ფინანსური ბალიში უნდა გქონდეს კომპანიას, რომ ამას გაუძლოს. ბატონ გიორგი, ძალიან ცოტა დრო გრჩება და რომ მოგვარდეთ, თქვათ, რიტეილი და ღვინის წარმოებელი, ეს ვერ ხერხდება ინვოისში. უყურეთ როგორი დაწერა, იმიტომ რომ კონკურენცია მაღალია და ისინი ამ პირობაზე არ მოდიან. უყურეთ როგორ რაღაცა ჩემი აზრით, უნდა მკვეთრად გაიმიჯნოს, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს, ეს არის საკონსიგნაციო შეთანხმება თუ გარიგება, თუ ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულება. თუ საკონსიგნაციო შეთანხმება, საოჯრო შეთანხმება, რომელიც ფაქტიურად რეალობაში ხდება. ამ შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი, ამ შემთხვევაში ხდება შემდეგი, შენ აწვდი კონტრაგენტს, ანუ კონსიგნატორს, ესე რომ ვთქვათ, პროდუქციას და ის
რეალიზაციას აჩვენებს მაშინ, როცა ის მოხდა. ამ შემთხვევაში შენ არ გიწევს ესეთი რაოდენობის გადასახადის გადახდა წინასწარ, რომელიც სახელმწიფოსთვის არანაირ უპირატესობას არ ქმნის, იმიტომ რომ იგივეა. მაგრამ არათანაბარი სიტუაცია, თქვათ, რიტეილისა და მწარმოებელს შორის, იმიტომ რომ ის გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვარდება. და ამ შემთხვევაში თუ კი ეს გაიმიჯდება, მაშინ უკვე შესაძლოა ეს ვინ უნდა გამიჯნოს? ანუ ორივე მხარეს ხართ ბიზნესი, თქვენ გასაგებია, თქვენი შეკითხვა თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში არის თქვათ სამეწარმეო სუბიექტების პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ არ შეგვიძლია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები, რომელიც შეუძლია ნორმატიული აქტის საფუძველზე დააბალანსოს. ვის ხედავთ საქართველოს შესახებ? პირდაპირ ჩანს რომ ეს არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ვაჭრობისა და თქვათ მომსახურების პოლიტიკის დეპარტამენტი. ჩემი აზრით ყველაზე ხომ არ მისულ ხართ უკვე ამ ინიციატივით? არა, მაგრამ ამ საკითხის დაყენებას ვაპირებ, იმიტომ რომ როდესაც შენ სხვა გზა არ გრჩება თუ არა ის რომ დათანხმდე ესეთ ურთიერთობას, იმიტომ რომ სხვა მოედანი არ არსებობს გაკეთების. ამიტომ მე ვფიქრობ რომ რაღაცა რეგულაციები უნდა შემოვიდეს, რომელიც ორივე ეს ინტერესს გაითვალისწინებს და ყოველ შემთხვევაში თანაბარ პირობებში ჩააყენებს. მოვიკითხავთ აუცილებლად ამ თემას სხვა ღვინის მწარმოებლებშიც, რა თქმა უნდა, ისე ფართოდ დგას თქვენ ინდუსტრიაში. ფაქტიურად ყველა სიტუაცია აქვს. საინტერესო აუცილებლად დავსვამთ ამ კითხვებს. ღვინის სუბსიდირებაზე, უბრალოდ ყურძნის მინდოდა მესაუბრო, მაგრამ ჩვენი დრო ამოიწურება, ამიტომ მთავრობასაც ვაცადოთ, როცა ჩამოყალიბდებიან წელს რა ფორმულით დაასუბსიდირებდნენ ყურძნის ფასს. მე მოგიწევთ კიდევ ერთხელ რთველი როცა მოახლოვდება, წერტილი რას დავუსვათ ამჯერად? გნებავთ ღვინის სექტორში, გნებავთ ქვეყანაში. წერტილი დასმა თქვენ ფილოსოფიურად გინდათ გიპასუხოთ თუ საქმიანად? საქმიანად. თუმცა ფილოსოფია წერტილი. წერტილი უნდა ესმას იმ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ფიქრებში ანხორციელებს და სინამდვილეში არასოდეს. მადლობა. სამსჯელო ბევრია, ჩვენი დრო ამოიწურა, წარმატებები თქვენ და ქართული ღვინის ჰოლდინგს. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ქართული ღვინის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი მშვიდობაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.